წლების განმავლობაში ხედავდით თუ რა ეფექტი ქონდა Black-Sea Arena-ს შეკვეცილის როგორც კურორტის განვითარებაზე. Ამ ყველაფრიდან გამომდინარე მივედით კამპანიამდე გურია მთავარ როლში, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტი ყურადღების მოპყრობას პირველ რიგში გურიის რეგიონის მიმართ და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუსიკის როგორც ლოკომოტივის გამოყენება. 2025 წლის Sonic Georgia-ს მუსიკალური სეზონი იქნება ნამდვილად გრანდიოზული და ნამდვილად ძალიან ბევრი შესაძლებლობების და იმედის გამჩენი გურიის რეგიონისთვის. Sonic Georgia-ს ფარგლებში იცით, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გურიას ძალიან ბევრი სტუმარი სტუმრობს. ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც როგორც ზაფხულში დანარჩენ სეზონზე სტუმრობს ხაბულობს გურიაში, მათთვის გავაკეთეთ შესაბამისი სატრენინგო აქტივობები იმისთვის, რომ მომსახურების სფეროში, სურსათის უნელობაში, მარკეტინგში, გაყიდვებში, რეკლამირებაში შეძლონ უკეთესად და აპოზიციონირონ საკუთარი სასტუმრო, იქნება ეს თუ კვების ობიექტი, თუ სხვადასხვა ტიპის ტურისტული პროდუქტები. უკვე დაიწყო პირველი ნაკადი ტრენინგის იმისთვის, რომ ზაფხულში ბევრად უფრო კარგად მომზადებულები შეხვდნენ კერძო სექტორი გურიაში აღნიშნულ ფესტივალს და შესაბამისად ბევრ სტუმარს. მინდა მადლობა გადავუხადო Sonic Georgia-ს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. Sonic Georgia-ს განსაკუთრებით შესაძლებლობისთვის გურია მთავარ როლში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხარისთვის და დარწმუნებული ვარ, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის მაქსიმალური ჩართულობით შევძლებთ შესაბამისი მასპინძლობა გავუწიოთ იმ 10,000-ობით მელომანს, რომელიც გურიის რეგიონს ეწევა. Ფიქრობ, რომ ეს ჩემს საქმიანობაში ძალიან გამომადგება, იმიტომ რომ აქ იყო ამომწურავად ბევრი საკითხზე საუბარი. ეს ეხებოდა სოციალური ქსელის მართვას და ასე შემდეგ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო მეტ ადამიანს მივასწრებ ხმას სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით.